საუკეთესო მეკარე ისტორიაში და გამორჩეული პიროვნება. თავის თვისები, თავის კარგი მოქალაქეობით და ნამდვილად იმსახურებს ჩვენგან განსაკუთრებით ყურადღება და მხარდაჭერას და მინდა პირველ რიგში ყველა მის თაყვანისმცემელს, გულშემატკივარს მოუწოდოთ თანადგომისკენ. ეს არის გარკვეული ტესტი სოლიდარობის და მე დარწმუნებული ვარ ამ ტესტს ყველა ღირსეულად ჩავაბარებ და აკაკი ამოჯანმრთელდება და დაუბრუნდება თავის ოჯახს, საფეხბურთო სამყაროს და ისევ შეუდგება თავის ახალ საქმეს და ახალგაზრდა თაობას დადლოცავს დიდ ასპარეზისკენ საუკეთესო მწვრთნელიცა ამავდროულად მეკარეების და ამიტომ მინდა რომ რაც შეიძლება მალე თითოეულ ჩვენთაგან შევიტანოთ წვლილი და დაუბრუნოთ ქართულ ფეხბურთს და ამის შანსი გვაქვს თითოეულ ჩვენთაგან და სოლიდარობისკენ მოუწოდოთ თითოეულ გულშემატკივარს და ფეხბურთის ყველა კომანდას. მე პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს აქ მობრძანდა. განსაკუთრებით მადლობა თქვენ მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც ასე აქტიურად ხართ ჩართული, იმიტომ რომ თქვენს გარეშე წარმოუდგენელია და კიდევ ერთხელ კომპლიმენტი და მადლობა ჩვენი მხრიდან. დღეს ბუნებრივია შეიკრიბნენ აქ ადამიანები, ვინც აკაკისთან ერთად მეგობრობს, წლების განმავლობაში თამაშობდნენ კიდევაც და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ნამდვილად მოვახერხებთ, რომ ის რაღაცა ის თანხა, რაც საჭიროებს, რომ აუცილებლად შეგროვდეს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის და დღევანდელი ჩვენი აქ თამაშიც ასე რომ ვთქვათ, კიდევ ერთხელ მესიჯია და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურვილი აქვს, რომ აკაკის გვერდში დაუდგეს, ან ძალიან ძიმე პერიოდში და მე მათ ვარ იმის დარწმუნებული, რომ მართლა შევძლებთ ერთობლივად, ერთად გრომით, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანს, იმიტომ რომ მან დაიმსახურა, ჩემთვის დიდი პატივი იყო წლების განმავლობაში მასთან ერთად მეთამაშა და ასე რომ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ყველა მიხედავთ, თუ როგორი ხარში დგომა იციან ფეხბურთელებმა და მე პირველ რიგში აი ჩემი მეგობრების დიდი მადლობელი ვარ ყველას, ვინც დღეს მოვიდა დამაფასა, ვინც ვერ მოვიდა, ვინც ჩემი გასაჭირი და გულის ტკივილი გულთან ახლოს მიიტანა, ოდის გიხდით ცოტა მიწის ლაპარაკი, იმიტომ რომ ისეთი დაავადებით ვარავთ, რომ უბრალოდ რო არ მეთქვა ეს ორი სიტყვა არ შეიძლებოდა. დიდი მადლობა თქვენს ყველას აბსოლუტურად, ვინც მონაწილეობას ღებულობთ ჩემს გადარჩენაში.